მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ წინაშია გადაცემა ამბები ღმერთსა და ადამიანებზე და მე კი მისი წამყვანი და პროდიუსერი თამარ ცქიტიშვილი ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის დიაკვანი გიორგი გვარამაძე. მოგესალმებით. მოგესალმებით. უღმეს მადლობას მოგახსენებთ მამა გიორგი მობრძანებისთვის და მინდა რომ ჩვენი ტრადიციული კითხვით დავიწყოთ. ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. ამიტომაც ყველაზე ძვირფასი თუ კი რაიმე გვაქვს ადამიანებს თუ კი ემოცია ჩვენს ცხოვრებაში რომელიც გვენატრება ალბათ ბავშვობას უკავშირდება. თქვენ როგორი ბავშვობა გქონდათ? პირველ რიგში მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ აქ მოწვევისთვის თქვენ და თითოეულ ამ გუნდის წევრს, ვინც ამ გადაცემაზე მუშაობს. ბავშვობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია თითოეული ადამიანისათვის. პირველ რიგში ალბათ გავამახვილებ ყურადღებას, როდის დავიბადე და შემდეგ ქრონოლოგიურად მივყვები როგორ განვითარდა მე ყველაფერი. დავიბადე 1993 წელს შედარებით გაჭირვების პერიოდში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ ცხოვრებაში ყოველთვის იყო ოჯახი. ვარ მრავალშვილიანი ოჯახიდან, 5 დედმამიშვილი ვართ ოჯახში, 4 ძმა ვართ და 1 დაიკო ყავს. ამიტომ ყოველთვის მხიარულად ვიყავით ხოლმე ოჯახში, ყოველთვის რიამული იყო, ყოველთვის იყო ცელქობა და მსგავსი გამოხატულებები, რაც ბავშვებს ახასიათებთ. ამიტომ ჩემი ბავშვობა უკავშირდება ამ თან დადებით ემოციებს, ასევე უკავშირდება სოფელს, რომელიც შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომლის სახელიც არის ტეზერი და ჩემს ბავშვობის წლებს ძირითადად ზაფხულის პერიოდს ვატარებდი იქ ჩემს მეგობრებთან ერთად, როგორც ჩვენი ოჯახი ჩადიოდა ხოლმე იქ ზაფხულობით და ატარებდა მთელ ზაფხულს და ბედნიერ დღეებს და დასამახსოვრებელ მომენტებს იძენდა, ასევე ჩამოდიოდა მრავალი ბავშვი ჩვენთან ერთად და ჩვენ ცხოვრებაში არის ძალიან ბევრი გასახსენებელი მომენტი, რომელიც უკავშირდება სოფელს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და რომელიც არის შემდეგ უკვე ადამიანის ცხოვრებაში მამოტივირებელი, რომ ეს ბედნიერი დღეები, მომენტები და წუთები მქონდა, რომელიც გასახსენებლად ძალიან ძვირფასია. მამა გიორგი, ვინ გელოდებოდათ სოფელში? განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხოლმე ის სახლი, სადაც ბებია ბაბუა ელოდებიან შვილიშვილებს. ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ბებია, რომელიც დღემდე ცოცხალია და დიდი როლი შეასრულა ჩემ ცხოვრებაში, რომელსაც აღნიშნავ შემდეგში. ეს არის მამის დედა და ასევე მახსოვს ბავშვობიდან დედის მამა. ორივე მათგანი ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მეორე ბებია და პაპა არ მახსოვს ბავშვობიდან, რადგან მალევე გარდაიცვალნენ ისინი, ხოლო ის პიროვნებები, რომლებიც უკვე დავასახელე, იყვნენ ჩემთვის მაგალითნი. ბებია ყოველთვის მხვდებოდა ხოლმე შემდეგნაირად, როგორც შვილიშვილებს ხვდებიან, რომ ზრუნავდა ჩვენზე, გვიცხოვდა ხაჭაპურებს და სხვა გემრიელ საჭმელებს გვიკეთებდა შვილიშვილებს და ზრუნავდა ჩვენზე, ხოლო პაპაზე მინდა აღვნიშნო, რომ ის იყო ხის ხელოსანი. და მან მასწავლა თუ როგორი მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ის, რასაც აკეთებს. პაპა იმდენად გულმოდგინებით აკეთებდა თავის ნებისმიერ ნაკეთობას, ისე გულმოდგინებით თითოეულ დეტალს მიუყვებოდა და უყვარდა ის, რომ ამითი ვისწავლე მე, რომ შრომა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც გიყვარს, იმის კეთება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში და ეს ყველაფერი უნდა აკეთო გულით. ბებიას რაც შეეხება, ბებია ჩემთვის არა მარტო ბებია იყო, არამედ მასწავლებელიც. ის იყო დაწყებითების მასწავლებელი და ყოველთვის მის გვერდზე ვიყავი. ჩამჭიდებდა ხელს დილიდან, წამიყვანდა სკოლაში, ორ
კლასს ასწავლი და ერთი იყო გახანგრძლივებული ჯგუფი, რომელიც დილის საათებში მიმდინარეობდა მათი სწავლის პროცესი და შემდეგ უკვე მეორე ჯგუფი, რომელიც მეორე პერიოდში მიმდინარეობდა შუადღიდან დაახლოებით. ორივე ჯგუფთან ერთად ვიჯექი, სწავლობდი და მასთან ერთად მაქვს ძალიან დიდი დრო გატარებული, ამიტომ ბებია ჩემს ცხოვრებაში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც ძალიან ძვირფასია, რომლის მიმართ სიყვარულს და პატივისცემას შეიძლება ვთქვა, რომ სიტყვებით ვერ გამოხატავ, როგორც დედის მიმართ, როგორც მამის მიმართ, ასევე ბებიის მიმართ ვერ გამოხატავ ამ უსაზღრო სიყვარულს და პატივისცემას, რა რომლით შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. მამა გიორგი, თქვენ ბრძანეთ ძალიან კარგად წეღან, რომ აი სოფელს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ბავშვების ჩამოყალიბებაში. ვისწავლე როგორ უნდა იყოს ბავშვი თავისუფალი, როგორ უნდა იყოს ლაღი, როგორ უნდა უყვარდეს ის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბუნება, მიწასთან მუშაობა, შეხება. ჩემი ნათესავები, ასევე ჩემი ოჯახის წევრები სხვადასხვა მარცვნეულს თესტდნენ ხოლმე და მოყავდათ. აქედან გამომდინარე ჩვენ ჩართული ვიყავით ამ პროცესში ყოველთვის და აი ზუსტად სწორად აღნიშნეთ, რომ დღეს ხვდები რაოდენ მნიშვნელოვანია და ძვირფასია სოფელი, მიწასთან მუშაობა, ბუნებასთან შეხება, ამ ყველაფრის გაცნობა და გაანალიზება, იმიტომ რომ ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანისთვის, რომელთაც ადამიანი იღებს იმ დადებით ენერგიას, იმ დადებით ემოციებს, რაც მერე შემდგომში ადამიანის ფსიქიკაზე თუ მის სხვადასხვა მდგომარეობებზე აისახება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა ბავშვს უნდა ქონდეს სოფელთან შეხება იმისათვის, რომ ის თავისუფლება, რაც იქ არის, ის იცოდნენ რა გრძნობაა, რა განცდა, რა მდგომარეობა. აი თქვენ როგორი ბავშვი იყავით, თქვენ და თქვენი და-ძმები წეღან თქვით, რომ აიჟრიამული იყო და ეხლა ბევრ ბავშვთან ერთად მაინც ამის ის გამორიცხულია, მაგრამ აი თქვენ როგორი ბავშვი იყავით მაინც და რომელი თამაშები გიყვარდათ ბავშვობიდან თუ გახსოვთ? დიახ. მე ჩემ და-ძმებთან შედარებით ასაკით ცოტა დიდი ვიყავი, აქედან გამომდინარე ჩვენ შორის იყო უფრო განსხვავება ამ მხრივ. ცელქი ვიყავი შედარებით ცელქი, მაგრამ უფრო ჯიუტი ბავშვი ვიყავი ხოლმე. და რადგან უფროსი დედმამიშვილი ვიყავი, უფრო ვფიქრობ, რომ ვითავსებდი მშობლის როლს ჩემი და-ძმების მიმართ, რომ რაღაცა უნდა მეზრუნა მათზე ამ კუთხით და ვცდილობდი, რომ ნაკლებად ცელქი ყოფილიყავი და უფრო მეტად ყურადღება გადამეტანა მათზე ამ შემთხვევაში. აღნიშნე რომ ჯიუტიც ვიყავი, მაგრამ დროთა განმავლობაში ზრდასთან ერთად მშობლების ჩართულობით, მათი სწავლადარიგებებით, მათი სიყვარულის გამოხატუნებით ეს მხარეც შეიცვალა, რა თქმა უნდა და ამიტომ მინდა ვთქვა, რომ მშობლების როლი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ცხოვრებაში იმისთვის, რომ ისინი სრულყოფილი პიროვნებები შედგნენ იმისათვის, რომ ღირსეული ადამიანები გაიზარდნონ და მათი ის პატარა მცირედი თუ დიდი მანკიერებები თუ სათნოებები რაც არის, მანკიერებები, სათნოებები შეიცვალოს და სათნოებები კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ და მეტი ქონდეთ და გაითავისონ თუ რა როლს ასრულებს ეს ბავშვების ცხოვრებაში. ამიტომ მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისათვის. აი თამაშებზე გკითხეთ, ეხლა თამაში რომელიც ყველაზე ძალიან გიყვარდათ ბავშვობიდან და გახსოვთ? თამაში მე მახსოვს ბავშვობიდან ისევ სოფელს უკავშირდება ეს პერიოდი ჩემს ბავშვობაში არ იყო მაშინ კომპიუტერი, არ იყო მსგავსი ტექნოლოგიები, დიახ, ის მხოლოდ შემდეგ ზრდასთან ერთად წლებთან ერთად შემოვიდა ტექნოლოგია ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს რეალობაშიც და მაშინ იყო დახუჭობანა, დაჭერობანა და მსგავსი თამაშები იყო, რომელიც დღეს ძალიან დადებითად მახსენდება და ეს იყო ის ბედნიერების წლები, რომელიც დადებით ემოციებს აღძრავს ჩემში ყოველთვის. სპორტული ბავშვი თუ იყავით და თუ დადიოდით თქვა სკოლის გარდა სხვა წრეებზე, აი რა გაინტერესებდათ ყველაზე ძალიან? დიახ, აღნიშნე რომ ბები ამატარებდა ყოველთვის სკოლაში და ამასთან ერთად შუალედში ყოველთვის დავდიოდი ცურვაზე. ცურვა იყო წლების განმავლობაში ჩემი ცხოვრების ნაწილი და ვფიქრობ, რომ ეს არის ჯანსაღი სპორტი, რომელთაც ყველა ბავშვი უნდა დაკავდეს იმისათვის, რომ
იყვნენ ჯანმრთელები, ამასთან ერთად ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის და ვფიქრობ, რომ დადებითი როლი შეასრულა ამ სპორტმა ჩემ ცხოვრებაში. წიგნები თუ გეყვარდათ, მამაო? ადრეულ ასაკში მინდა გავამახვილო ყურადღება ჩვენი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებაზე, იაკობ გოგებაშვილზე. ძალიან მიყვარდა მისი მოთხრობების კითხვა ბავშვობაში, იმიტომ რომ იმდენად შინაარსობრივია მისი მოთხრობები, რომ ყურადსაღებია ბავშვისათვის. მინდა რომ გავიხსენო ერთი პატარა მოთხრობა, ესეთია სიკეთე ბოროტებისათვის. ეს პატარა გოგონაზეა სკოლის მოსწავლეზე, რომელსაც გულში ცოტა ბოროტება ჰქონდა, მაგრამ შემდეგ მისმა თანაკლასელებმა და მეგობრებმა ამ ბოროტებით არ უპასუხეს და სიკეთით უპასუხეს და მინდა რომ ყურადღება იმიტომ გამამახვილო ამაზე, რომ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი მოთხრობები, რომ სწორად შეხედონ საკითხებს, სწორად გაიზარდონ, სწორი დამოკიდებულება ჰქონდეთ მეგობრების მიმართ და კარგი ადამიანები გაიზარდონ და აღიზარდონ. ასევე მინდა გავხსენო შემდეგ წლებში, როდესაც გავიზარდე კონსტანტინე გამსახურდიას დიდოსტატის მარჯვენა. რატომ? იმიტომ რომ ჩემთვის ყოველთვის ძალიან ძვირფასი იყო ჩვენთვის ძალიან გამორჩეული ტაძარი სვეტიცხოველი და როდესაც აი ამ ნაწარმოებში მე წავიკითხე როგორ აგებდნენ სვეტიცხოველს და როდესაც შემდეგ უკვე სვეტიცხოველი დავინახე და დღემდე როდესაც სვეტიცხოვლის ტერიტორიაზე ფეხს შევდგავ მახსენდება თუ როგორ შენდებოდა იგი და ეს ძალიან ემოციურია ჩემთვის და ძალიან ისეთი სასიამოვნო. დიახ, ნამდვილად. ალბათ ყველასთვის ვისაც ეს ნაწარმოები უყვარს და წაუკითხავს, რა თქმა უნდა, გულდასმით. როდის მოინათლეთ, ვთქვათ, თუ გაქვთ ურთიერთობა ნათლიებთან? ჩემი ნათლობა არ მახსოვს, იმიტომ რომ პატარა ვიყავი თვეების, ჩემი მშობლები ყოველთვის მორწმუნე ადამიანები იყვნენ. ჩემი ნათლობა შედგა რაიონში, თბილისში არ იყო, რადგან დიდ დროს მაშინ სოფელში ატარებდნენ ხოლმე. ის სასულიერო პირი გარდაცვლილია დღეს, რომელმაც მე მომნათლა, ამიტომ მე არ მაქვს და არ მქონია მასთან შეხება, არ ვიცნობდი და ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს შესაძლებლობა აქვს მის ნათლიას როგორც სასულიერო პირთან, უნდა გქონდეთ ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი ნათლისღება. ამიტომ ამითი რადგან იწყება ჩვენი პირველი ნაბიჯები ქრისტიანობაში და ქრისტესთან ურთიერთობაში, ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი სურვილი, რომ ვიცნობდეთ იმ სასულიერო პირს, პატივცემდეთ, გვინდოდეს მასთან ურთიერთობა, თუ ამისი შესაძლებლობები რა თქმა უნდა გვაქვს. რაც შეეხება ჩემს ნათლიებს, ერთი ნათლია მყავს და ხშირად ვერ ვნახულობ მას, მაგრამ ყოველთვის ვოცლობ მისთვის, მახსოვს და მადლობელი ვარ, რომ ჩემი ნათლია, რომ მან შეასრულა ის როლი ამ განხრით, რომ მომნათლა დადგა ტაძარში ღმერთის წინაშე, რომ ის ჩემს ნათლიად წარსდგარიყო. და ასევე ვფიქრობ, რომ ნათლიისა და ნათლობის ურთიერთობაც ძალიან მნიშვნელოვანია. და რაც შეეხება პირველ ნაბიჯებს ეკლესიაში, უნდა თქვა, რომ მშობლებმა მე ესე ვფიქრობ, რომ მშობლებმა შვილებს უნდა ასწავლონ მადლიერება თითოეული დღისათვის, თითოეული მომენტისათვის, რაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში, რომ მადლიერი ვიყოთ არა მარტო ღმერთისა, არამედ ადამიანების მიმართაც. და აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის შევძლებთ ჩვენი ადგილი ვნახოთ ტაძარში. თუ ჩვენ მადლიერები ვიქნებით, ჩვენ ადგილს არ დავკარგავთ ღმერთთან ურთიერთობაში და რომც გადაგვიბრუნდეს ფეხი და რომც რაღაცა პერიოდის შემდეგ მოვშორდეთ ეკლესიას, ჩამოვშორდეთ, შემდეგ ისევ დაუბრუნდებით იმ განცდით, რა განცდითაც ჩვენ ვიცხოვრეთ, გვასწავლეს ჩვენმა მშობლებმა და ისევ ვიქნებით ერთობაში ქრისტესთან, რადგან ქრისტეა სიცოცხლე, როგორც თვითონ ბრძანებს სახარებაში, მე ვარ გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე და ეს სიცოცხლე უნდა გავატაროთ მაცხოვართან ერთად, ჩვენს უფალთან ერთად იმისათვის, რომ ვიყოთ ბედნიერები. ნამდვილად, მადლობა დიდი.
მამა გიორგი, თქვენ როგორ მიიღეთ სასულიერო პირობის გადაწყვეტილება? იქამდე კი ძალიან მაინტერესებს, აი, როდესაც სკოლაში სწავლობდით, თუ გქონდათ, თქვათ, გამორჩეული, აი, მიზნად დასახული პროფესია, რომლისთვისაც გინდოდათ, რომ გაიცხოვრათ, რომელიც გინდოდათ, რომ შეგესწავლოთ, თუ პირდაპირ სასულიერო პირობაზე დაიწყეთ ფიქრი? პირველ რიგში ვიტყვი, რომ როდესაც დავამთავრე სკოლა, მოვიხადე სამხედრო სავალდებულო სამსახური და შემდეგ ჩავაბარე უნივერსიტეტში. მენეჯმენტის განხრით და როდესაც დავასრულე და ამ განხრით მუშაობდი, მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება ეკუთვნოდა ეკლესიას, ჩემი ადგილი იყო იქ, ჩემი სურვილი იყო ესეთი. მე დავიწყე ამისთვის ნაბიჯების გადადგმა და ღმერთი შემეწია ამ ყველაფერში და დღეს ვარ იქ, სადაც ვარ და ამისთვის მადლიერი ვარ უფლისა. რაც შეეხება ყოველთვის მინდოდა თუ არა სასულიერო პირობა, დასაწყის ეტაპზე მინდოდა გამოსულიყავი ფოტოგრაფი. ამისთვის შევიძინეთ ფოტოაპარატიც, ვიღებდი სხვადასხვა ფოტოებს, რამდენიმე ადგილას დაიბეჭდა კიდეც ჩემი ფოტოები. ძალიან მიყვარდა ბუნების გადაღება და იმ პროცესების, რაც იქ მიმდინარეობდა, ულამაზესი კადრები გამოდის ხოლმე, მაგრამ ნელ-ნელა, როდესაც ბავშვი იზრდება და ყალიბდება და ვითარდება, ხვდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რა არის, მისი შინაგანი ნაწილი რა არის ამ ცხოვრებაში, რა არის, რას უნდა დაუკავშიროს, როგორ უნდა იცხოვროს, ამასთან ერთად იქნება თუ არა ბედნიერი. აი მე ჩემი ბედნიერება სასულიერო პირობაში ვიყო. მამა გიორგი, თქვენმა ოჯახმა როგორ მიიღო ეს? მაინტერესებს და თქვენი ოჯახიდან, აი თქვენი და-ძმებიდანაც ხომ არ არის ვინმე თქვენს გზაზე დამდგა? ჩემი ოჯახის წევრები დადებითად შეხვდნენ, რა თქმა უნდა, და ბედნიერები იყვნენ და არიან დღემდე, რომ მე ამ გზაზე დავდექი, რადგან როგორც ვახსენე, მამა სასულიერო პირია და ასევე სხვა ოჯახის წევრებიც დედა ეკლესიის წევრები არიან და ამიტომ დღემდე ბედნიერები არიან ამ ყოველივესთვის. მყავს ერთი ძმა, რომელმაც დაამთავრა სასულიერო სემინარია და ღმერთის ნებით, თუ ღმერთი ინებებს, მომავალში შეიძლება ისიც დაადგეს ამ გზას. თქვენ ბრძანდებით დიაკვანი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის. რამდენად დიდია ეს პასუხისმგებლობა და თქვენ ალბათ ყოფილხართ, თქვათ, თანამსახური მისი უწმინდესობის და აი როგორ გაიხსენებდით, თქვათ, მასთან პირველ თანამსახურებას, მასთან პირველ შეხვედრას? როდესაც მაკურთხეს, მინდა რომ შევეხო კურთხევის დღეებსაც და თქვენ როდესაც გავიარე კომისია. როდის იყო ეს მამა, როდის გაიგეთ? ეს იყო 2023 წელს. დიახ. როდესაც გავიარე შესარჩევი კომისია, სადიაკვნე და დადებითი პასუხით წამოვედი, რომ შესაძლებელი იყო ჩემი კურთხევა, ამისთვის მინდა დიდი მადლობა უთხრა ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს პატრიარქს ილიამ მეორეს, ასევე მის მოსაყდრეს მეუფეშიოს და სხვა წევრებს კომისიისას, მეუფეებს და მამა მიქაელს, რომელიც ამ კომისიის წევრია, იმ წვლილისათვის და იმ დადებითი პასუხისათვის, რაც მითხრეს და რის შემდეგაც უკვე ჩემი ცხოვრება დაიწყო სასულიერო პირობის. ასევე მადლობა მინდა უთხრა მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას, რომელმაც მაკურთხა და ჩემი ხელდასხმა აღასრულა და შევეხოთ იმ მომენტს, როდესაც პირველად ნახე პატრიარქის ამებაში. ეს იყო აღდგომის მსახურება, აღდგომის ხამისთევის მსახურება. ერთი მომენტით მახსოვდა ხოლმე ყოველთვის პატრიარქი ჩემ ცხოვრებაში. მაშინ ვიყავი 12 წლის. როდესაც ის დავინახე და როდესაც მან გამიღიმა და მაშინ უკვე ტაძრიდან გადიოდა, მახსოვს ამ მომენტით ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილიამ მეორე და ეს ყოველთვის ჩემ ცხოვრებაში იქნება რაღაც სიხარულის მომტანი მომენტი. და როდესაც დავდექი როგორც სასულიერო პირი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში და მოვძანდა ჩვენი პატრიარქი, ჩემი სიხარულს საზღვარი არ ქონდა, იმიტომ რომ მახსოვდა ბავშვობის ის შეხვედრა და
უკვე მასთან ერთად ვიდექი მსახურებაზე. ეს იყო ისეთი ბედნიერება, რომელიც შეიძლება მომენტში ვერ გადმოსცე სიტყვებით და მადლიერი ვიყავი ღმერთის და დღემდე რომ მისი უწმინდესობის კურთხევით ვარ სასულიერო პირ და მასთან ერთად არაერთ მსახურებაზე მდგარ ვარ და ერთად გვიდიდებია ღმერთი. თქვენი ერთი დღე როგორია? მამა გიორგი, აი როგორია ერთი დღე თქვათ, როგორც სასულიერო პირის? ჩემი ერთი დღე იწყება ლიტურგიაზე დგომით. მსახურებით უფლისათვის. და ის დღე, რომელიც წირვით იწყება, ადამიანისთვის არის ყველაზე ბედნიერი, რადგან უფალთან ერთად იწყებ ამ ყველაფერს და მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. ეს არის ისეთი დღეები, რომელსაც ვერ შეცვლი, რომელთაც რამ მდგომარეობითაც უნდა დაიწყოს ყველა ადამიანის ცხოვრება. ასევე ამასთან ერთად ვცდილობ, რომ ჩემი შვილების ცხოვრებაში ვიყო ჩართული მათზე ზრუნვით, რადგან მამის როლი ბავშვის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია და თუ არ ვარ მსახურებაზე წასასვლელი, ვცდილობ, რომ ბაღში მე წავიყვანო, რადგან ორი შვილი მყავს, მცირეწლოვანი შვილები და ჯერჯერობით ბაღის მოსწავლეები არიან. ვცდილობ ბაღში მე წავიყვანო, თუ დრო მაქვს სკვერში გავასეირნო და მათთან გავატარო დრო, რომელიც მათთვის შეუცვლელი იქნება, რომელიც ყოველთვის ემახსოვრებათ და ყოველთვის გაიხსენებენ, როგორც მე ვიხსენებ დღეს სოფელში გატარებულ დღეებს, ჩემს მშობლებთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად და ყველა იმ საყვარელ ადამიანთან ერთად. როგორც აღნიშნე, ორი შვილი მყავს. პირველი არის ელენე, რომელიც არის 5 წლის და მეორე იოანე, რომელიც არის 4 წლის. საკმაოდ ცელქი ბავშვები არიან, მაგრამ ვფიქრობ, სიცელქე ბავშვისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა და მიხარია, რომ იმ გრძნობებს, რაც მათშია, ესე ბუნებრივად გამოხატავენ. და მეც ვცდილობ, რომ ყოველთვის გავუგო ამ ცელქობაში და მეც ზოგჯერ გავხდე ბავშვი და მათსავით განვიცადო ის ყველაფერი, რასაც ისინი ამ ბავშვობაში და ამ წლებში განიცდიან და ამ ყველაფრის თანამოძიარე ვიყო ყოველთვის. მეც იოანეს მოსწონს ფეხბურთი, როგორც ბიჭს მოსწონს, დიახ, ფეხბურთი უყვარს. ყავს ესეთ ამორჩეულად ქართველი ფეხბურთელებიც, საზღვარგარეთ ყოფილი ფეხბურთელებიც და ასახელებს ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, მაინც დიდი სურვილი აქვს და ამიტომ ჩართულია სულ ამ ფეხბურთის მომენტებში, უყურებს კიდევაც ზოგჯერ ფეხბურთს და მიხარია, რომ სპორტით დაინტერესებულია. ელენეს რაც შეეხება, ელენეს ძალიან უყვარს ხატვა. ხშირად აფერადებს, ხშირად ხატავს, ძალიან გახსნილი ბავშვი, უყვარს იმ გრძნობების გამოხატვა, რაც აქვს, ხშირად ეუბნება თავის ბებიებს და პაპებს, ასევე მშობლებს, როგორ უყვარს ძალიან ჩახუტება და უყვართ იმ გრძნობების გამოხატვა, რაც ბავშვებში ბუნებრივად უნდა იყოს. და ყველა ბავშვს უსურვებ, რომ ბედნიერები იყვნენ, მშობლებთან ერთად გაატარონ ბევრი დადებითი დრო და უფალი იყოს მათ ცხოვრებაში. ჩემი მეუღლე არის ანა სურმავა, რომელიც არის აფხაზეთიდან. მახსოვს, მინდა აღვნიშნო, რომ მახსოვს მისი დანახვის დღეც, ის განცდა, ის მომენტიც და ამიტომ ვფიქრობ, რომ ის არის ჩემი განუყოფელი ნაწილი ცხოვრების. იმ ერთობაში, რა ერთობითაც გვაკურთხებს მოხდელი ჯვრისწერისას. და მის პროფესიას რომ შევეხოთ, ის არის მასწავლებელია და ასწავლის წმინდა გიორგის სახელობის სკოლაში და ცდილობს, რომ ბავშვები აღიზარდონ სწორად, მიეცეს მათ განათლება, ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად და იყვნენ ღირსეული ადამიანები თავისი ქვეყნისა და ასევე ღმერთის. მამა გიორგი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი საინტერესო საუბრისთვის და ბოლო კითხვას დაგისვამთ. როგორ შეაფასებდით გზას, აი ამ გზას, რომელსაც ტაძრისკენ სავალი გზა ქვია? თქვენთვისაც პირადად და ზოგადად ადამიანებს რას უსურვებთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვა ცდილობენ, რომ აი ამ გზას დაადგენ?
ყველა ადამიანის ცხოვრებაში უნდა იყოს ღმერთი. ღმერთი არის იმედი, რომელიც ყოველთვის გაამართლებს ამ სასოებას, რომელზეც დაამყარებს ადამიანი. და ამიტომ ვფიქრობ, რომ მათი ფიქრი დადებითად უნდა წარიმართოს და გადადგან ნაბიჯები ღმერთისაკენ, ტაძრისაკენ. და ამ ერთობაში იყვნენ, როგორც აღნიშნე საუბარში, რადგან როგორც ღმერთი ჩვენ გვასწავლის სახარებაში და ისე ვთქვი, ის არის გზა და ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაზე მომნების შემდეგ გასავნელი ეს გზა და თუ ღმერთთან ერთად გაატარებენ ამ გზას, ისინი იქნებიან ბედნიერები. მათი ცხოვრება იქნება სიხარულით სავსე და ბევრი იმ კეთილი მომენტით დატვირთული, რაც ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ვუსურვებ, რომ არ შეიკავონ თავი, იდგნენ ეკლესიაში, ემსახურონ ღმერთს, ადიდონ იგი და ღმერთი ყოველთვის მოწყალე იქნება მათ მიმართ. უღმესი მადლობა. დღეს ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის დიაკვანი გიორგი კვარამაძე. გემშვიდობებით.